კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბაშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. დილა მშვიდობის, მე დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, კლინიკა მზიური მედის და რადიო იმედის ერთობლივი პროექტი გახლავთ. როგორც ყოველთვის, დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ჩემი სტუმარი პედიატრი მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე, ხოლო რაც შეეხება თემას, ახალი წლის თამდევი პრობლემები, საახალწლო სუფრა, ნაყროვანება, უსიამოვნო შეგრძნებები და გამოსავალი, როგორ ავიცილოთ თავიდან პიროტექნიკის გამოყენების არსებული საფრთხეები, ამაზეც ვისაუბრებთ და ასევე დღესასწაული და სამოქალაქო პასუხისმგებლობა დედაქალაქის საახალწლო ნაძვისხე და მოსახლეობა, რომელიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, როგორ ვიზეიმოთ ახალი წელი კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გარეშე. ბატონ თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა, მივესალმებით თქვენ მსმენელს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ახალი წელი გვიახლოვდება და ბუნებრივია, ყველა ოჯახში გაიშლება საახალწლო სუფრა. თუმცა, ყოველ წელს ჩვენ ეს გვესმის, რომ ახალი წლის მერე რაღაც გარკვეული პრობლემები, კვებითი პრობლემები იწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ისე გემრიელია, ხო, ახალი წელი, უბრალოდ ახალი წლის სუფრა. თუმცა, შესაძლებელია თუ არა, ისე ვიკვებოთ, რომ ეს რაღაცა შემდეგ თამდევი პრობლემები არ გაჩნდეს, რას გვეტყვით, რა რჩევებს მოგცემთ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ადამიანებმა გაითვალისწინონ. გისმენთ. კი ბატონო, პირველ რიგში ყველას მინდა დამდეგი ახალი წელი მოულოცო, ისერგებლებ შემთხვევით და უსულო ჯანმრთელობა, როგორც მოგესალმება, ჯანმრთელობა თავის მხრივ მოიცავს ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ერთად გქონდეს, თითოეულ ჩვენთანგანს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ამიტომ, როგორც ნახეთ და ბოლო გამოწვევებაც გვანახა, დაგვანახა ყველას, რომ მთავარია ფიზიკური ჯანმრთელობა. ფიზიკური ჯანმრთელობასთან ერთად თუ ამას სწორად შევინარჩუნებთ, სულიერი და სოციალური კეთილდღეობაც აუცილებლად გვექნება. ამიტომ განსაკუთრებით ახალ წლის დროს მთავარია სწორად ელემენტარული ნორმების დაცვა, რაც ზოგ შემთხვევაში ბავშვთა ტრავმატიზმს აგვაცილებს და ზოგ შემთხვევაში სწორედ გადაწვრთვას, კვებით გადაწვრთვას, კვებით ტოქსიკოინფექციებს, ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციებს თავიდან აგვარიდებს და განსაკუთრებით იმ დროს, როცა ახლა ეს პანდემია მეტნაკლებად უფრო გაძნელებულია, მე ვფიქრობ ალბათ ჯანმრთელი პროდუქტის მოძიება. რამე თუ აი სწორედ ეს ონლაინ შეკვეთები, გამოძახებით კვება რა სახის პროდუქტით იკვებება ბავშვები, არის საკმაოდ ძნელი ამის დიფერენცირება, ხო? ამიტომ ჩემი სურვილი იქნება და რა შესაძლებლობაც გვექნება მაქსიმალურად განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებს რჩევა და სურვილი, რა თქმა უნდა, რომ სახლში მოუმზადოთ საკვები პირველ რიგში და ეს საკვები იყოს სწორად და ზოგ შემთხვევაში სწორად მომზადებული, რამე თუ არ დაიკარგოს მთავარი ინგრედიენტები, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური, როგორც იმუნობიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებისთვის, ასევე და ზოგადად იმუნიტეტის ძალების გაუმჯობესებისთვის, ისევე მასი სრულფასოვანი განვითარებისთვის, ხო? ისე რომ არ მოხდეს მცილების, მინერალების, მაკრო და მიკრონუტრიენტების დაკარგვა და განსაკუთრებით რჩევაც იქნება, რომ ბავშვებს თვითონ მიიღებინეთ მონაწილეობა საკვების მომზადებაში. ეს იქნება თავისუფლად შეუძლია 4-დან დაახლოებით 18 წლამდე ასაკის ბავშვმა, მოზარდმა თვითონაც კი დამოუკიდებლად გააკეთოს საკვები და მისთვის დამოუკიდებლად გაკეთებული საკვები უფრო ლამაზად გააფორმებინეთ და უფრო სასურველი იქნება და უფრო კარგად მიიღებს თავის მიერ მომზადებულ საკვებს და თუ დავიცავთ აი ამ ელემენტარულ ნორმებს, ეს ჰიგიენურ ნორმებსაც, ჩვენ მაქსიმალურად აი ამ თავიდან ავიჩილებთ სხვადასხვა გართულებებს, რამე თუ როგორც მოგეხსენებათ, ახლა ყოველთვის აი ნებისმიერი დღესასწაულის არ არის მარტო ახალი წელი, ხო? სხვადასხვა დღესასწაულები, რაც ჩვენ გვაქვს, იყო დატვირთული სწორედ ასეთი კვებითი ინფექციებით და სწორედ მე დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში კლინიკებში ხვდებოდნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ადამიანები, სხვადასხვა სწორედ აი ამ კვებითი და აშლილობით. კი ბატონო, ბატონ თემურ, ახალ წელსთან ახლავს ძალიან ბევრი გემრიელი კერძი, ხო? ნიგზიანი კერძი იქნება, თან ტკბილეული და რთულია, ხო? ბავშვს აუგზალო, დავუშვათ რაღაც გარკვეული აკრძალვები დაუწესო, მით უმეტეს ახლა ტკბილთან მიმართებაში და აი როგორ მოვიქცეთ, რა ფსიქოლოგიური ფაქტორებია გასათვალისწინებელი, რაღაც ზომიერად რომ მიირთვან ბავშვებმა აი ეს გემრიელი, მაგრამ გადაჭარბებული დოზით უკვე მავნე პროდუქტი.
კი ბატონო, რჩევა ერთია, მაგრამ შესრულება არის ძალიან ძნელი, ხო? მეც რაღაცა კიდე უჩიოთ და შეიძლება მეც ვერ ვარეგულირებდი ამას ჩემს სახშიც, ხო? აქედან გამომდინარე როგორც მოგეხსენებათ, ეს ეგრეთ წოდებული საკონდიტრო ნაწარმი ძირითადად დამზადებულია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით. და სწორედ ეს ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებს გააჩნია ყველაზე ცუდი ზემოქმედება, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში საჭმლის მონელებული ტრაქტის მიმართ, ისე ზოგადად ის იქნება პულსის დაფრთხა სისტემა, იგივე იზრდება ათეროგენული ინდექსი, არის იმატებს ცივილიზაციის დაავადებები, როგორც არის სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი უკვე მოძრაობაში, ამიტომ აქედან გამომდინარე სწორედ აი საკონდიტრო ნაწარმი განსაკუთრებით მაღაზიაში უხარისხო დაბალფასიანი ესეთი ნაწარმი მაქსიმალურად თავიდან უნდა ავარიდოთ ბავშვებს. ახლა რაც შეეხება კი ბატონო ჩვენი ეროვნული რაც არის ეს არის გოზინაყი, რაც ძალიან კარგია, უნდა მოვამზადოთ. აქ არსებული ნიგოზი არის თუ კარგი ხარისხის ნიგოზით ვიშოვნით პირიქით ანტიქოლესტერინული ეფექტით ხასიათდება და თვითონვე სახში მოვამზადოთ და კი ბატონო ჩურჩხელა შეგვიძლია იგივე ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ჰიგიენურად მეტნაკლებად. ახლა თუ ჩურჩხელა დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გარეთა პირობებში კიდია და განსაკუთრებით ავტომაგისტრალებზე რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება ჩვენ და იმას კიდე ცელოფანი აქვს ზემოდან გადაფარებული პოლიეთილენის პარკი, რომელიც შეიძლება ტოქსინის შემცველი იყოს მზის სხივების მოქმედების შედეგად, ესეთი საკვები რა თქმა უნდა იქნება მავნებელი, მაგრამ აი ყველა ნიუანსი ჭირდება მეტნაკლები ყურადღების მიქცევა, რომელიც საკმაოდ ძნელია. ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ, ხო? ერთადერთი იქნება, რომ ყველაფერი იყოს, პროდუქტი იყოს მეტნაკლებად ჰიგიენურად, სწორად შეფუთული, ჰიგიენურად სწორად დამუშავებული, რამე თუ არ მივიღოთ ეს გემრიელობები გასაგებია. უნდა ვერ ავგზავნოთ, კი ბატონო, თუ ოღონდ უნდა დავადიფერენციროთ, თუ სახში მომზადებთ, არანაირი პრობლემა არ იქნება გოზინახს, თუ კარგი თაფლი იქნება და კარგი ნიგოზი იქნება. ეხლა მეთქუთ, რომ საკმაოდ ძნელია ამის ზოგ შემთხვევაში მართლა ფინანსურად გაჭირვებულია ხალხი და საკმაოდ ძვირია, ხო, იგივე ნიგოზის, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ 5 კილო ვიყიდოთ დაუშვათ ნიგოზი და იმისგან გავაკეთოთ, ხო? 200-300 გრამი და დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ეყოფა ბავშვს. სწორად მომზადებული გოზინახი. ბატონო თემო და რა შეეხება სასმელებს, გაზიან სასმელებს, ნატურალურ წვენებს, ამაზე რას გვეტყვით? ბავშვები ეტანებიან, ხო? არის ნატურალური წვენი, თქვენ გინახეთ ეს ნატურალური წვენი, რომელსაც ერთწლიანი შენახუშვა და ის როგორ იქნება ნატურალური, ის არის გაჯერებული უკვე სხვადასხვა კონსერვანტებით, ხო? კი ბატონო, თუ მოვძებნით ნატურალურ ხილს და მისგან სახში გამოვწუlat, უბრალოდ ეს არის რომ ადრეული ასაკის ბავშვი, როგორც მოგეხსენება ხილის კონცენტრატმა, შეიძლება მავნეზე მოქმედება და გასტრიტი და სხვადასხვა პრობლემები გამოიწყოს, ფუნქციური დარღვევები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უბრალოდ ჯობია ხილი ისევ შევთავაზოთ და უშუალოდ ეს იქნება ვაშლი, იქნება ციტრუსი, თუ არ არის ალერგია, იქნება ცხარი თუ ნებისმიერი ხილი. ჯობია ცოცხალი სახით მიიღოს, ვიდრე გამოწურულით. რამე თუ მასზე მეტი კონცენტრაციით პირიქით შეიძლება გააღიზიანოს ფუნქციური დარღვევები განვითარდეს. კი ბატონო, ნუ მთავარია ჯანსაღი კვება და მთავარია ჰიგიენის ნორმების დაცვა და მართლაც უმჯობესია რომ სახში მოვამზადოთ ყველაფერი ეს მით უმეტეს რაც შეეხება საახალწლო სუფრას. კი ბატონო, ეს რაც შეეხება კვებას, ხოლო რაც შეეხება პიროტექნიკის გამოყენებისას არსებულ საფრთხებს, ამაზე უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, ასე რომ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბაშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. მე დაგიბრუნდი თემურ მიქელაძესთან ერთად გადაცემით ჯანმრთელი დილა რადიო იმედის კლინიკა მზიური მედის ერთობლივი პროექტი გახლავთ გადაცემის პირველ ნაწილში ძალზედ აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ საახალწლო მზადება, საახალწლო სუფრა და შემდეგ თამდევი პრობლემები და ბატონო თემურ მოდით აი ეს პირველი ნაწილი შევაჯამოთ მათ საყურადღებოდ ვინც ახლა შემოგვიერთა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო სუფრის მომზადების დროს რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის რომ შემდეგ რაღაცა თანხმლები პრობლემები არ გაჩნდეს მით უმეტეს როდესაც ბავშვებს ვსაუბრობთ.
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ალბათ რომ მაქსიმალურად სწორად იყოს საკვები პროდუქტები მომზადებული და მაქსიმალურად დაუცვათ ის ჰიგიენური ნორმები და ის შენახვის წესები, რაც თითოეულ საკვები ინგრედიენტს ჭირდება და აქედან გამომდინარე თუ ამას სწორად მოვამზადებ და წელს მართლაც უჩვეულო ახალი წელი გვაქვს და შესაბამისად უნდა ვეცადოთ რომ ყველაფერი სახში მოვამზადოთ ყველამ ერთად უნდა პირველ რიგში სოციალური პასუხისმგებლობით ჩვენი ურთიერთთანადგომით მაქსიმალურად წლევანდელი წელი უნდა გადავიტანოთ იმისათვის რომ ზაფხულისთვის პრაქტიკულად უფრო თავისუფლად შევხვდეთ და შესაბამისად თავისუფლად შეგვიძლიათ გადაადგილება. და მაქსიმალურად გარდა ამისა, ყოველთვის უნდა ვეცადეთ, რომ ეს არასწორად მომზადებული საკვები პროდუქტებისგან თავიდან ავაცილოთ გვაქვს სხვადასხვა ნაწყველთა ინფექციები და საწვრთნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები. დიახ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პიროტექნიკის გამოყენების საკითხი, ხო? ანუ ყოველ ახალ წელს ძალიან ჭარბი რაოდენობით ხდება მისი გამოყენება, თუმცა შემდეგ გარკვეული ესე ცუდი შედეგებით დასრულდება, ცუდ შედეგს ვიღებთ და ფაქტია, რომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აი ამაზე რას გვეტყვით? კი ბატონო, ცუდ შედეგებს პრაქტიკულად ყოველ წელს ვიღებთ ამ პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, ხო? საკმაოდ ბევრჯერ მქონია შემთხვევა და ბევრი პაციენტი მომართავს სხვადასხვა კიდურების დაზიანებით, ზოგ შემთხვევაში იქნება მხედველობის ორგანოს დაზიანება, იქნება რაღაც სახის მიდამოს დაზიანებები თუ ასე შემდეგ, ხო? ამიტომ განსაკუთრებით ბავშვებს საერთოდ არ უნდა გავაკაროთ პიროტექნიკასთან, თუმცა ჩვენ როგორც წესი არ ვიყენებთ მის მათ სწორად აღაყენებთ, ხო? ნებისმიერ იმ პიროტექნიკულ საწერ სხვადასხვა საგანს აწერია თუ როგორ უნდა გამოიყენოს სწორად და თქვენ არცად არ შეგვხვდებათ იქ რომ ხელში უნდა დაიკავოს მშობელმა ან ბავშვმა სხვადასხვა ეს საგანი, ხო? შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ იმ რეკომენდაციებით, რაც არის ამ თვითონ ამ დატანებული. თუმცა როგორც წესი ამას ვაკეთებთ ალბათ 5% შემთხვევაში. 95% შემთხვევაში არა. სწორედ ეს არის მიზეზი, სწორედ განსაკუთრებით ბავშვებში. და თქვენ დააკვირდებით და ნებისმიერ შეგვიძლიათ გადაამოწმოთ სხვადასხვა კლინიკებში, როგორ იზრდება ახალწლის გამის მიმართვიანობა სხვადასხვა დაზიანებით და ტრაუმებით ბავშვების. ამიტომ თუ ვიღეთ ჯერ სასურველი არ არის, ჯერ ესეთი არის დაბალი ხარისხის, ყველა არის ჩინეთში დამზადებული თუ წაიკითხავთ და მე არ მინახია მაღალი ხარისხის სხვადასხვა პიროტექნიკა და შესაბამისად მეტნაკლებად ჩვენ ბაზარზე რაც შემოდის. ოღონდ თუ გამოვიყენებთ, გასაგებია ბავშვს ჭირდება, აუცილებლად ჭირდება ფეირვერკი, ჭირდება სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებები, მაგრამ გამოვიყენოთ თუ ვიყენებთ სიფრთხილით, ან ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ. კარგი. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ვიზეიმოთ ახალი წელი კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გარეშე, ხო? კონკრეტულად დედაქალაქს ულამაზესი ნაძვის ხე ამშვენებს და ბუნებრივია მოსახლეობის დიდი რაოდენობა იკრიბება იქ, მით უმეტეს იქ არიან ბავშვები, თუმცა ხედავთ რომ ზოგი არ იცავს რეგულაციას, ზოგი პირბადის გარეშეა, მესმის ეს ძალიან ლამაზი სანახაობა, ბავშვებსაც უნდათ გართობა, თუმცა დაინფიცირების რისკიც დიდია, ხო? აი რას ეტყოდით თქვენ ამ ადამიანებს? მშობლებს და მეტნაკლებად ჩვენ ჯერჯერობით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბავშვები ქუჩაში გავიყვანოთ და გადაადგილდებოდნენ. მაგრამ თუ ესე გავაგრძელეთ, ხო, ვივიღებთ იგივე ლოკდაუნებს, რაც არის ევროპის იგივე დიდ ბრიტანეთში, როგორც არის დაუშვებით გერმანიაში და ასე შემდეგ, ხო? ლონდონი პრაქტიკულად მთლიანად ჩაკეტილია და სრული ლოკდაუნია, მაგრამ მე დაახლოებით 2-3 დღის წინ მომიწია იგივე რუსთაველზე გავლა საღამოს საათებში და მე რაც იქ ვნახე, არ ვნახია ჩვეულებრივ არა ეპიდემიურ ახალ წელსაც კი. ხო, იქ იყო პოპკორნები, იქ იყო ეგრეთ წოდებული ბამბის ნაყინი, ვიღავი ეკეთა დაახლოებით 10%. იყო რაღაც ჩვეულებები და ასე შემდეგ. ეხლა ეს მთავრობამ რანაირად უნდა 2 დღის გახსნილიყო, ხო, სულ. და თხოვთ ამაზე ჩვენ ყველაფერს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენ ამიტომ თავია ჩვენი ეხლა მეტნაკლებად ეს მოგვარდა, იმიტომ რომ იქ უკვე ჩადგა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურები, მაგრამ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ ესეთი ამდენი რაოდენობით ბავშვები გავიდოდნენ აქ, ხო? კი ბატონო, მის ძალიან ძნელია და შეხვდებოდა საცობები და გადატვირთვა და ასე შემდეგ. თუ ჩვენ დავუცავთ ამ ჰიგიენურ 1 წელიწადია გაჩვენებაზე ხეუბარი, ხო? თუ ჩვენ დავუცავთ იგივე პირბადის და მიღების სწორად გამოყენებას და დავუცავთ სოციალურ დისტანციას და ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს, მე ხა სულ იყო საუბარი რომ 65% იყენებსო
საქართველოში მიიღებს მოსახლეობა. მე იქ რაც ვნახე, ეკეთა დაახლოებით 20-30%. რანაირი 65%-ია განსაკუთრებით ბავშვებს და ხდება გენახათ პოპკორნს როგორ რამდენ იმ ბამბის მცირესეთი, ესაც იმ პირობებში მომზადებული იგივე ეს პოპკორნი და ეგრეთ წოდებული ბამბის ნაყინი არის ტოქსიკოზის წყარო, ხო? ჯერისედაც არა ჯანსაღი ყვება. მე მისეხა ყველაფერი აგდალე, მე ხა ის ბოროტი ის გამოვდივარ სანტა-კლაუსისავით, ხო? გასაგებია. ყველაფერი უნდა წავახალისოთ, არაფერი ბავშვებს არ უნდა აუგზავნოთ, მაგრამ უნდა ვიყოთ ზომიერები ამ წელს მაინც. და მომავალ წელს მე ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა ამ ქვეყანაში აღარ გვექნება. იგივე ჩინეთის მაგალითს ვავლებთ, ნახავთ, რომ სულ 300 აქტიური შემთხვევა მილიარდ ნახევრია ამ ქვეყანაში, ხო? აქტიური შემთხვევაზე საუბარი. ამ ქვეყანაში და ჩვენ ხონა იქნება და მოწოდებათ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ის ჰიგიენური ნორმები ბავშვები გავიყვანოთ, კი ბატონო, გავიყვანოთ იმ ნაძვის ხედზე, მივიდეთ ნახევარ საათი და მივიდეთ ჯერადობრივად და არა ისე, რომ 3 საათი იქ ვიდგეთ, შეიძლება მეტნაკლებად ამ კიდევ პროგრამი ახლა მე მგონი აღარც იქნება ეს. აი გძალა იქ რაღაც ყვებითი ის მე როგორც ვიცი შეთანხმებული არ იქნება, ისე კუსტარულად დამზადებული და ესეთი გასაგებია. ამით ალბათ კუსტარულად და არც იყო შეთანხმებული. ბატონ თემურ, ნიშნულოვანი არის ის, რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ ყველა რეგულაცია და თვითონ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, გარშემოწყობებს და ჩვენ შვილებს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის. მე გისურვებ წარმატებებს, ჯანმრთელობას და წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი საუკეთესო სურვილებით. მადლობა ასევე თქვენ, გისურვებ წარმატებებს და მე ვიმედოვნებ, რომ შემდგომი წელი იქნება ჯანმრთელობის, ბედნიერების და წარმატების წელი. კი ბატონო, დიდი მადლობა და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ეთერში იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა, კლინიკა მზიური მედის რადიომედის ერთობლივი პროექტი, ჩვენი სტუმარი პედიატრი მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე. ჩვენ ვისაუბრეთ ახალი წლის თამდელ პრობლემებზე, საახალწლო სუფრაზე, ასევე პიროტექნიკის გამოყენებაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და ისკლავ და კლავ გადაცემას ესე შევაჯამებთ. ერთმნიშვნელოვნად და მრავალმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გაუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს, საკუთარ თავს, ერთმანეთს და ჩვენს მომავალს. გადაცემა შეიცავს კომერციული ინფორმაციას. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბაშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად.